გამარჯობა. მოდი დღეს შევეხოთ თამაშებს. თამაშები საკმაოდ პოპულარულია, რა თქმა უნდა, თანამედროვე ცხოვრებაში და ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს და დიდ ადგილს იკავებს ჩვენი პირად ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მიყვარს თამაშები და საერთოდაც ძალიან იშვიათად ვარ დაკავებული ამ ყველაფერში, მაგრამ არსებობს ისეთი თამაშები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. თუნდაც ქართული თამაში პოლიცია. ქართული თამაში პოლიცია გამოვიდა 2011 წელს და მისი სპონსორი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად ძალიან ბევრი ძიებისა, მე ვერაფერ ვერ ვიპოვე მისი პირველი ნაწილი ქართულ ინტერნეტში, იმიტომ რომ ალბათ მარტივად ასე ვთქვათ, დაიკარგა ყველაფერი მარტივი მიზეზის გამო, არც ისე შუთერია ხეს. არ არის მთლად ისეთი თამაში, რომელიც გადაირევი და რამოდენიმეჯერ შეიძლება დაახურა, ნუ სულ რაღაც ერთი მოქმედება არის, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ეს არის პირველი, თუ არ ვცდები პირველი, შეიძლება იყოს რამოდენიმე ისეთი პირველი ქართული ასეთი ზაფშიუჟეტიანი თამაში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. რა ვიცი, მე მომეწონა ყოველ შემთხვევაში, ნუ მისი მესამე ვერსია გაცილებით დახვეწილია ვიდრე წინები, ხო? რაც შეეხება მის პირველ და მეორე ვერსიას, სულ 3 ვერსია გამოვიდა თამაშის და მე ისინი ვიპოვე ჯოკიოზე, ეგეთი ვებგვერდი არის. არსებობს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ვებგვერდი და მას ვიპოვე 3-ვე ნაწილი. პრობლემა ის არის, რომ პირველ ნაწილს არ იწერს. ანუ აქ სავარაუდოდ დაზიანებულია ლინკი. ნუ გადადის რაღაც ვებგვერდზე და ამ ვებგვერდიდან უკვე ვეღარსად ვეღარ გადავდივართ, ასე რომ ეს არის ლინკი პოლიციაჯიდან, პოლიციაჯიმ ეს გააუქმა და შესაბამისად ამის ლინკის გაფუჭდა. ნუ მოკლედ პირველ ნაწილს აქედან ვერ გამოწერთ, ეს არსადოდ პირველ ნაწილი ვიპოვე ვებგვერდზე monitorings.net, ამ ლინკსაც რა თქმა უნდა სიახლესპიროს ჩავდებ. აი აქ უკვე ტორეტია, ტორეტის გადმოსაწერად გადმოწერეთ აი ეს ზედა ნაწილი, ამ შემთხვევაში უკვე სხვა რაღაცას იწერს. აი ეს არის, უყურე აქ დაახლოებით ესე უნდა მივხვდე, რომ აქ უკვე წერტილი ტორეტი, ეს ტორეტია და ამ შემთხვევაში ეს გადადის რაღაც სხვა ფაილზე საერთოდ და გაფართოებაშიც არის, ანუ ეს არის პროგრამა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სპამად და რომელმაც შეიძლება უბრალოდ სხვა რაღაცა გადმოგაწერიოს, რომელიც აბსოლუტურად არ გჭირდება. ნუ დასახელება აქ იგივეა და მარტივად შეიძლება ადამიანი შეცდეს. კაი, ეს არ გვინდა. მოკლედ შევთანხმდით, რომ ვიწერთ აი ამას ზედა მხარეს. ხოლო ეს არის პირველი და მეორე ნაწილები გაერთიანებული. ხოლო მესამე ნაწილი ჩვეულებრივ შეგვიძლია ჯოკიოდან გადმოვწეროთ. ასე თქვა, ჩვენ სტანდარტ პატარა არის და თავისუფლად შეიძლება გადმოწეროთ. ეხლა მე ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ მის განხილვას, რამოდენიმე პატარა მონაკვეთებს ამოკრიბავ YouTube-დან. და რა ვიცი, განხილვას, მე მგონი არ არის ცუდი თამაში, ყოველ შემთხვევაში და წინა ნაწილი პირველი ნაწილთან შედარებით მესამე ნაწილი საკმაოდ დახვეწილი, რაც თავარია ქართულენოვანია. ქართული ტიტრებით, ნუ ყველაფერი ქართულია, მაშინ სული შექმნა ასე შემდეგ და მივესალმებით ყოველ შემთხვევაში თუ ასეთი რაღაცა კიდევ მოხდება, იმიტომ რომ საკმაოდ იშვიათია. გამოვიყენოთ YouTube-დან, ნახოთ მისი პირველი ვერსია პოლიცია, ერთი მაგალითად. შეგვიძლია ჩავთოთ შენობის პერიმეტრი თუ შეამოწმავით. ეკიპაჟი 355 ექსტრემზე გამოსულია. აკაკიდები ახლა. მოკლედ საინტერესოა. კაი, ნახოთ მეორე. და მესამე ნაწილი ვნახოთ. აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთ-ერთი მომხმარებლის, აქ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთ-ერთი მომხმარებლის, ასე ვთქვათ, განხილვა, საკუთარ ნორმალური განხილვა და საიტის ლინკიც აქვს, მაგრამ ნუ ეს იგივე ჯოკიოზე გვამისამართებს, ასე რომ აქ უცნაური არაფერია. და განიხილავს თითქმის დეტალურად.
ნახევარ საათიანი განხილვა, ასე რომ მე მგონი საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც უნდა. ავიდან ეგ არის. კიდევ არის. follow. რა follow ტიპები აქ არის? This is it. მეც მითხარ. მე თუ გამარტყეს. მოკლედ ეს საინტერესოა, სადაც თავარია ქართულია, სხვა თუ არაფერი. ამის რეზოლუცია ხა. მithumetes მე ხო იცით ანუ ჩემი სიტუაცია ხა გეიმინგ მონიტორი არ მაქვს დროებით და მიწევს ცოტა დაბალი ფლეშ თამაში. ვაუ, ბათუმში ვარ? ხო, ბათუმში გავარწილებ წინა სერია და ბათუმში ვარწილებ წინა სერიაში. აი, სულ ის იყო, რა ვიცი, სადეთ, მე მგონი არ არის ცუდი. შეფასებაც ნორმალური აქვს. ღირს. სულ საათნახევარი დაგჭირდება ამ თამაშის სამი ვერსიის სანახავად და სათამაშოდ და დასახურად და მე მგონი ეროვნების ამბავია. მე მგონი იმდენ დროს არ წაიღებს, რომ ნახოთ არ ღირდეს. ხო და ყველაზე საინტერესოა თქო უნდა დაყენების ინსტრუქცია ამ შემთხვევაში აქ წერია დაყენების ინსტრუქცია. ვებგვერდზეც რა თქმა უნდა იქნება ეს ყველაფერი და შეგიძლიათ დაინსტალიროთ, ითამაშოთ, გამოსცადოთ და ასე შემდეგ.